ცნობილი ფაქტია, არ არსებობს რუსი ბიზნესმენი, რომელსაც არ აქვს კავშირები რუსულ სახელმწიფოსთან, მაგრამ აი მცირე მასშტაბით შეიძლება ობიოტელმა თქვას, რომ კი, მაგრამ ერთი კაფის მეპატრონა, ეხლა მაინც და მაინც FSB-სთან ხომ არ იქნება დაკავშირებული. რუსეთში ზღვარი პოლიტიკასა და ბიზნეს შორის, სპეცსამსახურსა და ბიზნეს შორის არის აბსოლუტურად წაშლილი. შესაბამისად, რუსეთს შეუძლია დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს, რუსეთის მოქალაქეს, რუსეთთან რაღაცით დაკავშირებულ პიროვნებას მოახვიოს თავს საკუთარი პოლიტიკა. შეიძლება იმ წუთას საერთოდ არ აინტერესებდა, როდესაც ის საქართველოში გადმოდიოდა, მაგრამ მას უკან რაღაც ძაფები აქვს დარჩენილი ყავს. ნათესავი, ახლობელი ბიზნესის რაღაც კუდები რუსეთში და დაინტერესების შემთხვევაში რუსეთი ამას აუცილებლად გამოიყენებს. აქ საკითხი დგას ერთადერთ რაღაცაში, აქვს თუ არა რუსეთს ინტერესი საქართველოს მიმართ. ახლა ეს შეკითხვა რო რიტორიკულია, ბუნებრივია მსმენელს ამის იდენტიფიკაცია არ გაუჭირდა.